სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმიდისად. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სულიერი ცხოვრება როგორი რთულია. ასეც არის და ვცდილობთ, რომ ეს სირთულეები გადავლახოთ თეორიულადაც, როცა ვსაუბრობთ და მე ეს ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოვიყენო. ასე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ადამიანს უყურებთ როგორც დაცემულ არსებას და ესეც მართალია და ადამიანი, რომელიც მუდამ ცდუნდება წარმავალი ღირებულებებით. ადამიანი მუდამ ცდუნდება წარმავალი ღირებულებებით. ადამიანი მუდამ თვალს არიდებს მარადისობას და თავის დროზე ცოცხალი ღმერთის წინაშე პასუხისგებლობით წარდგომას. დღეს ჯვრის ამაღლების დღეა და ძალიან საინტერესოა ისტორიული რაკურსში რომ დავინახოთ, აი როდის მოხდა ჯვრის მოპოვება. როდესაც პირველი 2 საუკუნე საშნელი დევნა იყო ქრისტიანების და ეს იყო უმძიმესი პერიოდი, მაშინ ჯვრის პოვნა არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც კონსტანტინე დიდმა რომის იმპერიაში მილანის ედიქტი გამოსცა, აი მაშინ სწორედ ეს პროცესი დაიწყო, რომ ქრისტიანების დევნა შეწყდა, აღარ იყო იგი კანონგარეშე, ქრისტიანებმა ამოისუნთქეს და ჩვენ ვიცით მერე რომ უკვე სახელმწიფო რელიგიათაც იქცა და პრივილეგირებულობა გახდა ზუსტად ქრისტიანობა, იმიტომ რომ ადამიანი სახელმწიფო რელიგია რადგან იყო, ვერ დაწინაურდებოდა თუ იგი არ გახდებოდა ქრისტიანი. ამან გამოიწვია ის, რომ აი ეს ცეცხლოვანი სარწმუნოება, რაც ჰქონდათ ქრისტიანებს პირველი 2 საუკუნე, ნუ მე-3 საუკუნის დასაწყისიც იყო უკვე, ვეღარ იყო ისეთი, იმიტომ რომ აღარ დევნიდნენ ქრისტიანებს და სწორედ მაშინ მოხდა ჯვრის მოპოვება, რომ თითქოს აი კიდევ ერთხელ ღმერთი გვახსენებს. ნახეთ, მე თქვენთვის რა გავაკეთე. ჩემი ღვაწლი როგორი იყო იმისათვის, რომ თქვენ გადარჩენილიყავით. აქაც ჩანს, როგორი მასტუმებელია ეს სოფელი და როგორ არასოდეს უნდა დავივიწყოთ ქრისტეს ჯვარი. ანუ თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის, როგორც პავლე მოციქული ამბობს, არაფერი მაქვს გულში, გარდა იესო ქრისტესი, ისიც ჯვარცმულის. მაგრამ მეორე მხრივ, თუ ადამიანს შევხედავთ არა როგორც დაცემულ არსებას, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ცხოველივით, ან კიდევ უარესი დემონივით ცხოვრობს, ცხოველივით, იმიტომ რომ ხორციელი მიდრეკილებები ცხოვრების საზრისად გაიხადა, ხოლო დემონივით, იმიტომ რომ ეგოიზმი და სიამაყე მისი ყოფიერების წარმმართველია. ფაქტობრივად შეიძლება ასე ითქვას და ეს არის ეშმაკი, მეტი კი არაფერია. ეს არის არსება გონიერი, რომელიც ცხოვრობს საკუთარი ეგოიზმით. ცხოველი რა არის? ცხოველი ასე არის არსება, რომელიც ცხოვრობს საკუთარი ხორციელი სიამოვნებებით. ხო და აი ადამიანს თუ დავაკვირდებით ესეა, ხო რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანს არ დაუკარგავს ღვთისხატება და მსგავსება და იგი მიუხედავად ყველაფრისა დარჩა მოაზროვნე და თვითუფლებრივ არსებად დარჩა. რას ნიშნავს თუ მოაზროვნე გონიერი, თვითუფლებრივი, ანუ თავისუფალ არსებად დარჩა. და აი თავისუფალი რომ ხარ და გონიერი და ეს ერთმანეთიდან გამომდინარე ღირებულებებია, ცალკე არც გონიერება არსებობს, ცალკე არც თავისუფლება, ესენი ერთად არის. გონიერი და თავისუფალი რო ხარ ადამიანო, ეხლა ამას ჩემ თავს ვეუბნები. როგორ ვერ ხედავ იმ დიდებულებას, რაც ღმერთმა მოიტანა და როგორ ცვლი წარმავალ დროებით უკაცრავად და პირუტყულ ყოფიერებასა და არსებობაში. ადამიანი იტყვის, არა, მე არ ვცვლი, არამედ მე მაგერ წმენა აქვს და წმენა ღვთის საჩუქარია, რომელიც დაუმსახურებლად ჩვენს გულში არსებობს, თუ ის არის მადლისმიერი რწმენა. რამდენიმე დღის წინ გითხარით, რომ არსებობს ინტელექტუალური სარწმუნოება, როცა გაიგებ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების შესახებ და როგორც ფილოსოფიის მოყვარული ადამიანი, ანუ სიბრძნის მოყვარული ადამიანი, როგორც ზოგს ხელოვნება უყვარს, ზოგს სპორტი უყვარს, ზოგს პოლიტიკა უყვარს, ზოგს ფილოსოფია უყვარს, ხო? მოაზროვნე ადამიანი, სადღაც ხო უნდა დახარჯოს თავის ნიჭები, გესმით და როგორც ფილოსოფიის მოყვარული ადამიანი შეიძლება აღფრთოვანდე მართლმადიდებლობის სიდიადით და ცოტა რელიგიურიც თუ ხარ და ყველა ადამიანი მეტნაკლებად რელიგიურია, შეიძლება ეკლესიის წევრიც გახდე. ეს არ არის ჭეშმარიტი რწმენა. ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ იქ არის, როდესაც ღმერთი ადამიანის გულს შეეხება და ადამიანი არა მხოლოდ ინტელექტუალურად არის აღფრთოვანებული ღვთისმეტყველების ქრისტიანობის მშვენიერებით, არამედ მან იცის, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, იცის. გარანტირა 100%-იანი იცის, იმიტომ რომ ეს მისი გულისმიერი გამოცდილებაა. აი ეს არის რწმენა და როდესაც ჩვენ ამ რწმენით მოვდივართ და ეს რწმენა გვაქვს და ამიტომ ვართ იმედი აქვს, ხო? და არა მხოლოდ რაღაცა ინტელექტუალური და რელიგიური გზნობების დაკმაყოფილებისთვის,
ჩვენ საკუთარი თავიდან ვიცით, რომ მიუხედავად ამისა, როგორ ვცდუნდებით კიდევ ვიმეორებ მიწიერი წარმავალი ღირებულებებით. ვცდუნდებით მუდამ ასაკი გვემატება, გარდაცვალებას უახლოვდებით. კაცმარო თქვას, როდის გარდავიცვლებით, არ ვიცით და ახალგაზრდამაც არ იცის. ჩვენ აქ მდგომარეებმა არცეთმა არ ვიცით ამ საღამოს თუ მივატანთ, ხო? არ ვიცით და მიუხედავად და პასუხისგებლობით წარდგებით ღვთის წინაშე ჩვენ ეს გზამს მიუხედავად ამისა ამ ქვეყნიურზე ორიენტირებულები ვართ მაინც და უფრო მეტად ამ ქვეყნიური წარმატება გვიხარია ვიდრე უფალთან ყოფობა და ღმერთის შეხება და უფრო მეტად ამ ქვეყნიური პრობლემების მოუგვარებლობა, მიზნების ვერ განხორციელება გვწყინს და გვტკენს, ვიდრე ის რომ ღმერთთან კავშირი არ მაქვს, ანუ სიცოცხლესთან კავშირი არ მაქვს, ანუ ბედნიერებასთან კავშირი არ მაქვს, ანუ გონება მიუწვდომელ სიხარულთან კავშირი არ მაქვს. ეს ნაკლებად მადარდებს, უფრო მეტად მადარდებს ის, რომ აი ამ ქვეყნიური რაღაც სიხარულები, რომელსაც ველოდებოდი, ის ვერ შესრულდა და არ მაქვს. ამიტომაც ადამიანის ერთ-ერთი მახასიათებელი, ადამიანის როგორც მოაზროვნე და თვითუფლებრივი არსების, ამას დავამატოთ ადამიანის როგორც მორწმუნის ქრისტეს ღმერთობის რო სწამს, ანუ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე არსების მდგომარეობა როგორია? მუდამ წუწუნებს, მუდამ თრტვინავს, მუდამ აწუხებს, მუდამ უხასიათოთ არის, ბოლომდე ვერ ხარობს, ყურები ჩამოყრილი აქვს, რაღაც ისე ვერ არის, ხასიათზე არ არის. რატომ? იმიტომ რომ მისი მდგომარეობა ამ ქვეყნიური არ შეესაბამება მის გეგმებს, რომელიც მის გონებაში არის მომწიფებული, მის რახვებს. და ადამიანს ეკარგება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სათნოება, რის გარეშეც ჩვენ ქრისტიანები ვერ ვიქნებით, ეს არის მადლიერების განცდა. ამის საპირისპიროდ რტვინავს, წუწუნებს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო ადგილი არის წმინდა წერილში, რომელიც გუშინ ცისკარზე აღმოვიკითხეთ. ეს არის ადგილი, როდესაც ქრისტე ახსენებს თავის მენელებს, თუ როგორ მოხდება მისი ამაღლება. ანუ ქრისტეს ამაღლება როგორ მოხდება. ანუ ამაღლება არა ამაღლების ზეცაში ამაღლების და მარჯვენით დაждომის თვალსაზრისით, არამედ როგორ განდიდდება ქრისტე, როგორ იქნება იგი პატივცემული, პატივი მიგებული, როგორ იქნება ქრისტე. და ამბობს, როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ისე იქ მოხდება ამაღლება ზეკაცისა. ვისაც ძველი აღთქმა წაკითხული არ აქვს და უნდა გქონდეთ, მინდა გითხრათ წაკითხული, რჯულის წიგნში არის ასეთი რამ მოხდა, რომ ებრაელებმა, რომლებიც მოსემ გამოიყვანა უდაბნოდან, ესე იგი, უბრალოდ წარმოუდგენელი გამოცდილება შეიძინეს მაშინდელმა ებრაელებმა ღმერთის მათთან ყოფობისა. ჯერ მარტო ზღვა რო გაიპობა და იქ რო გახვალ და ვისაც წაკითხული აქვს, ეს არის ადამიანის გონების მიღმა. აი ღმერთი როგორ ერევა ადამიანის ცხოვრებაში, როგორ არის ჩარეული. ყოველდღიურად ყვებავს მანანათი და მანანას ის გემოეძლევა, რაც შენ გინდა, რაც შენ გიყვარს, ანუ ეს სრული კომფორტი ქონდათ რა ყოველგვარი შრომის გარეშე, ყოველდღე მოდის და მე აგროვებ და ჭამებ და დანაყდებ. და გემოთმოყვარეობის გამო. აი ასაც ჰედონიზმი ქვია, ხო? რომ ახსენდებოდათ ხორცის სავსე ქვაბებს უჯდნენ ეგვიპტეში, მონები იყვნენ. და მონურად მაინც ქონდათ ეს შესაძლებლობა, რომ ხორცის სავსე ქვაბები, იქ პური, იქ ხახვი და რაღაც ეგეთი ქონდათ და გემრიელად ნაყრდებოდნენ და ღვინოს სვავდნენ და დაიწყეს წუწუნი და დრტვინვა. შემდეგ ხდება ესეთი რამ, რომ ისჯებიან სასჯელი მოდის, ძალიან ბევრი გველი შეესევა, გველები კბენენ, ვისაც გველი უკმეს კვდება, უამრავი ადამიანი დაიხოცა, შეწწონდნენ და შეინანეს მოსესთან მივიდნენ და ნანობთ ღვთის წინაშე, რომ ღმერთის გმობა დავიწყეთ, ჩვენი დრტვინვი და წუწუნი და გვიშველე და ღვთის გამოცხადებით მოსი აკეთებს იმ სპილენძის გველს, რომელსაც ზემოთ დაამაგრებს, ჯვრის სახეც კი ქონდა, რომ ადვილად დახვეულიყო გველიზეთ და ხდებოდა სასწაული, ვისაც გველი უკმენდა, გარანტირებულად ხო უნდა მომკვდარიყო, ვისაც წმენა ქონდა მოსეს სიტყვების, მივიდოდა შეხედავდა ამ სპილენძის გველს და განიკურნებოდა. და ბიბლია, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად მომხდარი სინამდვილეა და ჩვენთვის ერთგვარი სიმბოლური სახეა, რომელმაც ჩვენ უნდა გვასწავლოს ბევრი რამე, ჩვენ ძალიან საინტერესო რამეს ვსწავლობთ აქედან გამომდინარე. გველი როგორც სიმბოლო ეშმაკისა, იცით თქვენ. მოწუწუნე და ტრტვინვაში მყოფ ადამიანს, მორწმუნე ძალიან დიდი პასუხისგებლობით არის დატვირთული. როცა მორწმუნე წუწუნებს, ტრტვინავს და არ არის მადლიერი, თავის ყოველდღიურობით ღმერთისა ვერ იაზრებს ღმერთმა მის გადასარჩენად რა გააკეთა, ესეთი ადამიანის გული დაუცველი ხდება ეშმაკისგან. ამიტომ რამდენჯერაც ჩვენ
სულ მოკლეობას ვავლენთ, რამდენჯერად ჩვენ ურწმუნოებას ვავლენთ ღვთის მიმართ, რამდენჯერად ჩვენ მადლიერი არა ვართ. ამიტომ გეუბნებით, ყოველთვის ის გქონდეთ აღმსარებლობითი ცხოვრება. რა არის აღმსარებლობითი ცხოვრება? ჭეშმარიტი რწმენა გულში და მისი აღიარება ბაგეებით, ამიტომ ყოველი დილა იყოს აღმსარებლობა გულში მყოფი და თუ გულში მაინდა-მაინც არ არის, მაინც აიძულეთ საკუთარი თავი და ღმერთი დაგასაჩუქრებთ გულისმიერი მდგომარეობითაც, ყოველ დილას საღამოს გქონდეთ აღმსარებლობა მადლიერებითი წარსდგით ღვთის წინაშე და აღაპყარით ხელები ღვთის წინაშე და უთხარით ღმერთს მადლობა მთელი თქვენი არსებით, თქვენი ცხოვრების ყოველი წამისათვის, რომელიც და ყოველი ტკივილისათვის, ყოველი განსასწრელისათვის, ყოველი სიხარულისათვის თავისთავად ცხადია. უთხარით მადლობა თქვენი რწმენისთვის, გესმით, შენდობას თხოვეთ თქვენი სულმოკლეობისთვის, წუწუნისთვის, უნდობლობისათვის ღვთისადმი. გააკეთეთ ეს აღსარებლობა ყოველდღიური თქვენს რწმენას გააცოცხლებს, გესმით, თქვენს რწმენას გააცოცხლებს. აკეთეთ, იმიტომ რომ ვინცაც გულით წამს და ბაგებით აღიარებს, იაკობ მოციქული გვასწავლის, აი ეს უნდა აკეთოთ, ეს თქვენს ყოველდღიურობათ უნდა გახადოთ, იგი თქვენ ლოცვასაც გააცოცხლებს. რომ გავიაზროთ ბოლომდე, რა გააკეთა ჩვენთვის ღმერთმა. ღმერთი ადამიანად მოვიდა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის ჩვენ ტკივილებში შემოვიდა. ღმერთმა ჩვენი ტკივილიც იცის და ჩვენ ყველაფერი იცის. მაგრამ როცა ის ადამიანად მოვიდა, ჩვენს ტკივილებში თანალმობით შემოვიდა ჩვენ ტკივილებში, ჩვენს განსაცდელებში, ამ უსამართლო სამყაროში, გესმით, ამ გადასახლების ადგილას, ჩვენს ტკივილებში, ჩვენს უძლურებაში, ჩვენს გარდაცვალებაში, ჩვენს ჯოჯოხეთში ყოფნაში, ყველგან თანალმობით შემოვიდა ღმერთი ჩვენთან. ამავე დროს ჩვენ დამნაშავეები ვართ. არა უბრალოდ დაზიანებული ბუნება მოგვეცა მემკვიდრეობით ადამიანისგან, როცა ჩვენი ბუნება მიდრეკილია ყოველგვარი ამ სისუსტის გეშია, წყურია, ეძინება, ტკივა, სიკვდილის შიში აქვს, უამრავი რამე აწუხებს ადამიანს. არამედ ჩვენ პიროვნულათაც ვცოდავთ. ანუ ვცოდავთ ისე, რომელიც უკვე საპატიებელი არ არის. როცა ხშირად წყურია და რატო ამბობთ, რომ ბავშვი უცოდველია? განა იმიტომ, რომ ის ბუნებით უცოდველია, როგორც ასეთი. არამედ ის მას ხშირად წყურია და საჭმელს ითხოვს ტირის და რაღაცას. მას პიროვნული არჩევანი არ აქვს გაკეთებული ცოდვის სასარგებლოდ. ნეიტრალურია, ასე ვთქვა. მაგრამ ადამიანი ამ უძლურების გამო, რაც მას აქვს, და პლუს ამის გარეშეც იმ სიამაყის გამო, რომელიც დემონური სულია მასში, რომ ეშმაკს დაუჯერა, ადამიანი პიროვნულ არჩევანს აკეთებს მუდამ არასწორს და მუდამ ცოდავს და დამნაშავე ხდება ღვთის წინაშე, რომელიც დანაშაულიც მისთვის სასიკვდილო განაჩენია. ანუ რას ნიშნავს სასიკვდილო განაჩენი? ხდება ისეთი, რომ არანაირად მას ღმერთთან ყოფნის უნარი არ აქვს, იმიტომ რომ ღმერთი აბსოლუტური სიკეთეა, იოტისდოდენა ჩრდილიც არ არის ღვთაებრივ ნათელში, რომელიც ღმერთია და შეუძლებელია რამეც ჩრდილიანი, რაიმე ნაკლული, რაიმე მანკიერი ღმერთთან შევიდეს. ამიტომ ადამიანი უბრალოდ ნაპატიები, აი კაი ხო, გეპატია, ცოდვილი ხარ, მაგრამ გეპატია. კი, კაცი მოკალი, აბორტი გაიკეთე, ადამიანები არ გიყვარს, ჯიჯღუნებ, მრისხანებ, ქვენაგზნობების მონახარ, ჰედონისტი ხარ, რა ვიცი, ყველაფერი არა ვართ, ყველაფერი ვართ აბსოლუტურად, მაგრამ მიპატიები. აი ხო ამბობ ხო, მე ვერთ ხო კეთილია და გვაპატიოს. გპატიებს, უპირობოდ გპატიებს, მაგრამ შენ ეს არ გშველის. შენ არ შეგიძლია ღმერთთან ყოფობა, იმიტომ რომ ღმერთი აბსოლუტური სიკეთეა და იქ ვერანაირ და შენ უნდა შეხვიდე მასში, როგორც პატარა ღმერთი, როგორც მადლით ღმერთი. და ამიტომ შენთვის საჭირო იყო არა მიტევება უბრალოდ, არამედ გამართლება. ანუ სრულად უნდა წარიხორცოს შენგან, ესე იგი ცოდვა. უნდა განწმენდილი აღმოჩნდე ბოლომდე და აი ამისათვის გახდა ის გონება მიუწვდომელი მსხვერპლი, რომელიც ღმერთმა გაიღო ჩვენთვის, მოდის ადამიანად თანა გველმო ჩვენს ტკივილებში, მერე ჩვენი ცოდვების გამო თითოეული ჩვენი თითქოს სწორია ეგ სიტყვა, მაგრამ ამ ჩვენში იგულისხმება ყველა ადამიანის ცოდვა დაწყებული ადამიანიდან დამთავრებული ბოლო ადამიანამდე, რომელიც დაიბადება დედამიწაზე, ყველას ცოდვა იგულისხმება პერსონიფიცირებულად, პერსონალურად. თითოეული ჩვენგანის ცოდვა არის გათვალისწინებული, თითოეული ჩვენგანის ცოდვის გამო მიადგა მას ტკივილი. და აი ასე სამართლებრივი თვალსაზრისითაც გამართლებული აღმოჩნდით, იმიტომ რომ საკუთარი თავი შეწირა მსხვერპლად ყოვლადწმინდა სამბებას ძე ღმერთმა, ეს ერთი.
და მეორე განწმინდა თავის თავში ადამიანური ბუნება იმ გონება მიუწვდომელი ღვაწლით რომელიც მას ჰქონდა როცა ყველაფერი თავის თავზე იტვირთა და აი ამ განწმენდილ ბუნებას გაძლევს საზიარებლად და თავისი სხეულის, თავისი არსების ნაწილად ხდის, ანუ შენ ონტოლოგიურ არსობრივ ცვლილებას იწყებს. აი ეს გააკეთა ღმერთმა, გესმით? ეს გააკეთა და ამიტომ როცა შენ გახარ და ამ ყველაფერს იაზრებ და როცა გწამს მარადიული სიცოცხლე და შენ იცი რა ფასად მოხდა ეს მარადიული სიცოცხლის შენი გამოსყიდვა და რა ფასად მოგეცა საჩუქრად ეს მარადიული სიცოცხლე, როგორ შეიძლება რომ ღმერთს რომელმაც ეს გააკეთა შენთვის მას არენდო და მადლიერი არ იყო. ამიტომ ძალიან ხშირად უნდა უყურებდეთ ხოლმე ჯვარცმას და ვიაზრებდეთ ამას და გვახსოვდეს რა გააკეთა ჩვენთვის ღმერთი. პავლე მოციქული საერთოდ საოცრად წარმოაჩენს თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი და როგორ უნდა ახსოვდეს, ჩვენ ხო უნდა გვახსოვდეს ღმერთი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მუდამ ჯვარცმული ქრისტე და ვაიძულებდეთ საკუთარ თავს რომ გავიხსენოთ, იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილია დავიწყებისკენ და ამიტომაც ცოდავს. ჩვენ რო სულ გვახსოვდეს, არასოდეს არ შევცოდავთ. სულ უნდა გვახსოვდეს და აი როგორ უნდა გვახსოვთ? კი უნდა მახსოვდეს, მაგრამ როგორ მახსოვდეს? ეს ხსოვნა ინტელექტუალური რაღაც პროცესი კი არ არის ადამიანის ტვინში, ეს არის არსებით განცდა, არსებით ხსოვნა. აი შენი სხეულის ყოველი უჯრედს რო ახსოვს და შენი სხეულის ყოველი უჯრედი რო განიცდის. თუ რა გააკეთა შენთვის ღმერთმა და ეს არის მოუკლებელი და მუდმივი მდგომარეობა და აი პავლე მოციქულის სიტყვები არის განსაცვიფრებელი. რაც დღეს წავიკითხეთ კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლედან. ჯერ თვითონ მისიონერულ მხარეს აქცევს ყურადღებას, აი რაზე გელაპარაკოთ მე თქვენ? აი რაზე უნდა გელაპარაკოთ? რაზე უნდა ელაპარაკოს პავლე მოციქულის მიბაძვით და ჩვენ მის და მიბაძვის ვალდებულება მცნებად გვიწერია, მობაძავ ჩემ და იქმნით ვითარცა მე ქრისტესა, როგორ უნდა მიუბაძო მის მისიონერულ ღვაწლში, რა უნდა გავაკეთო მღვდელმა? როგორც გრიგო ხანძთელი ამბობს, მღვდლობაზე დიდი სამყაროში არაფერია. იმიტომ რომ ქრისტე ამაღლდა ზეცად, სულიწმინდა ღმერთი გარდამოვიდა მოციქულებზე, ამით უკვე ეკლესია იწყებს თავის არსებობას და ფუნქციონირებას. ქრისტიანები მრავლდებიან, მაგრამ თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გაიაროს ის ცხოვრება, რომელიც გაიარეს მოციქულებმა. ყოველი ქრისტიანი უნდა იყოს საიდუმლო სერობის მონაწილე. იმიტომ რომ მიიღე და ჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი და სულ ამისგან ესე არის სისხლი ჩემი და ვინც არ შეჭამს და ვინც არ დალევს ჩემს ხორცსა და სისხლს, ის ჩემთან არ იქნება, მე მასთან არ ვიქნები და მას მარადიული სიცოცხლე არ ექნება. ეკლესია ასე და ამგვარად შენდება. თითოეული ქრისტიანის ცხოვრებაში ეს უნდა იყოს რეალიზებული და როგორ იქნება რეალიზებული, თუ არ იქნა ის საიდუმლოება, რომელსაც მღვდლობა ქვია და მღვდლობა სწორედ ეს არის, როცა მღვდელი წირავს, ქრისტეს სახეა ამ შემთხვევაში მღვდელი, მისის ხელით თქვენ ეზიარებით, როგორც მოციქულები ეზიარებოდნენ ქრისტეს ხელით. ამიტომ მღვდლობა არის ყველაზე დიდი მოვლენა ამ სამყაროში. ამიტომ ვინც ეკლესიას ებრძვის, განიკითხავს, ტალახს ესვრის და ასე შემდეგ. ეკლესიის გარეთ ყოფნი, ეკლესიის შიგნით ყოფი ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს, რა თქმა უნდა, ეკლესიას და გვავიწყდება, რომ ეს არის ყველაფერი. მღვდლობაა ყველაფერი და შესაბამისად, რადგან მღვდლობა ყველაზე დიდი რამ არის და თუ გეღირსა მღვდლობა, თუ გეღირსა დაუმსახურებად არავინ ღირსი არ არის, მე სულ მიყვის, რატო ვარ მღვდელი, გაუგებარია, ჩემთვის ეს ჩემი ცხოვრება რომ ახსოვს, მე იმაზე ხო უნდა იფიქრო, რა არის შენი საკეთებელი. და შენი საკეთებელი მხოლოდ ერთადერთი რამეა. ეს არის ქრისტეს დიდება. დანარჩენი ყველაფერი ტანსაცმელივით არის. ყველაფერი ტანსაცმელივით გაქვს შენ მღვდელს, ყველაფერი რაც გაქვს, ტანსაცმელი ანუ გჭირდება რაც გაქვს. გესმით, მაგრამ ტანსაცმელივით არის. არსი მღვდლობისა არის ქრისტეს დიდება შენს მიერ და აი პავლე მოციქული არის ეგეთი. ამიტომ ამბობ, რომ პავლე მოციქული არის მისაბაძი მაგალითი პირველ რიგში მღვდლებისთვის, მაგრამ მერე ყველა ქრისტიანისათვის. მე ქრისტემან პავლე მოციქული ამბობს სახარებად მომავლინა არა სიბზნის სიტყვითა, რათა არა ცარიელი იყოს ჯვარიგი ქრისტეს. ფილოსოფოსი კი არა ვარ, პავლე მოციქული ამბობს. თეოლოგი კი არა ვარ. არამედ ჯვარცმულ ღმერთზე უნდა გელაპარაკო. იმიტომ რომ თუ რაღაცა სიბზნით დავიწყებთ, თქვენი ესე იგი გონების დამუხტვას, რომ სიბზნეში გაიზარდო და მიხვდეთ როგორ არის და არა, ჯვარცმული ღმერთი. ავაზაკს, რომელი თეოლოგიური სკოლა ქონა, გავლილი მაინტერესებს. ჯვარცმული ღმერთი იხილა თავის გვერდზე და გახდა მორწმუნე. აი ეგ არის მისიონერობის ანი და ჰოე, რომ ღმერთი მოვიდა და შენთვის მოკვდა. ეგ არის მისიონერობის ანი და ჰოე და აი ამას ამბობს პავლე მოციქული ჩემს გასაგონად როგორც მღვდლისა. რამე თუ სიტყვა იგი ჯვარისა და მე რო ყველას არ ესმის ადამიანი, ხა ყველას ესმის ჯვარცმული არ ესმის და პავლე მოციქული
ძალიან მწარე სიტყვებს ამბობს. განაჩენი გამოაქვთ იმ ადამიანთათვის, რომელებმაც თავიანთი მოაზროვნეობა და თვითუფლებრიობა არასწორად წარმართეს და ვერ მიხვდნენ, რამე თუ სიტყვა იგი ჯვარისა წარწყმედულთა მათთვის სიცოფე ანუ სისულელია, სიგიჟია. ხოლო ჩვენ ცხოვრებულთა ამათთვის, ანუ ვინც ეკლესიაში მოვედით, ვის გულსაც ქრისტე შეეხო და ვინც ვირწმუნეთ, არის ძალა ღვთისა, ანუ ძალა რას ნიშნავს? მადლი, ანუ ენერგია, ჯვარი არის საღვთო ენერგია, გესმით? აი პავლე მოციქულის სიტყვები. რო ამბობენ ხოლმე, ხო არის ვიღაც ვითომ ქრისტიანები, რომ ჯვარს როგორ შეიძლება პატივი მიაგო, მასზე ხო ჩვენი ქრისტე მოკლეს. შენ ეგ შენი აზრებია, რომ ამბობ ამას, მაგრამ წმინდა წერილი სხვა რამეს ამბობს, რომ ის ძალა ღმერთისა, ძალა, ანუ მადლია. და ამ დროს ადამიანი ცდილობს კვლავ გონებრივად, თეოლოგიურად, ფილოსოფიურად, ზნეობრივად ჩაწვდეს საიდუმლოებას და პავლე მოციქული ამბობს, რას ამბობს? სად არის ბრძენი, სად არის წიგნობარი, სად არის გამომეძიებელი იგი ამის სოფლის, ანუ მეცნიერი ასე ვთქვათ რა, ბუნების მეტყველი. ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისა? განაცოფა გაასულა. ნახეთ ვინ არიან მოციქულები. და აქედან იოანე, ვინ არის იოანე? მეთევზე ხშირად მithქვავს. იოანემ რო წიგნი დაწერა. ეგეთი წიგნი დედამიწაზე არავის არასოდეს არ დაუწერია და ვეღარ დაწერს. ეს არის ყველაზე დიდი, შინაარსით ყველაზე ღრმა, საიდუმლოებრივად ყველაზე მისტიკური, ანუ ყველაზე დიდი წიგნი, რაც კი ადამიანს დაუწერია თავის ხელით და ეს გააკეთა უბრალო მეთევზე, რომელიც ბავშვობიდან თევზაობდა მხოლოდ. გესმით? რასთანა გვაქვს საქმე? და პავლე მოციქულსაც როგორ ეუბნება, მე უძლურებში ვიქჩენ ძალას, რომ ადამიანს არ აუვარდეს თავში და არ ეგონოს, რომ თვითონ არის. რამე თუ ვინაიდან სიბრძნით ამით ღვთისათა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თვისითა ღმერთი, ანუ ღმერთის სიბრძნე ამ სოფელმა თავისი სიბრძნით ვერ იცნო. მე ხო ჩემი სიბრძნე მაგ აი რო ეუნებიან, ჩვენი ჟული გვაქვს და პილოტ ეუნება, არაფერი არ დაუშავებია, არ არის მოსაკლავი. როგორ შეიძლება ჩვენი ჟული გვაქვს? და ჩვენი ჟული რა არის? შენს რელიგიურ სიმართლეზე აგებული მოძღვრება. ხო და შენი სიმართლე გაგზმაო და შენი სიმართლით ვერ იგებ იმას, რაც უნდა გაიგო. გესმით რა შეასაქმე? როგორი საშიშია საკუთარი სიმართლე. იმიტომ რომ ქრისტეს ჯვარცმა მარტო იქ კი არ ხდებოდა, როცა პილატე ხელიდან გამოგლიჯეს იუდეველებმა და ესე იგი უნდა მოუკლათო და ჩვენი სიმართლე გვაქვს. არამედ ნებისმიერ ყოფით სიტუაციაში, როდესაც შენ ძმას უსიყვარულოდ ექცევი, იცოდე რომ ქრისტეს ჯვარს აცვალ. აი როგორ გითხრათ, აი გამოცხადებასავით მიიღეთ. როცა შენ ძმასთან უბრალოდ ხარ, მით უმეტეს როცა ეს ახლობლობით გამტკიცებული ძმობა. ესე ძირითადად ახლობლებში ხდება, ხო, ქუჩაში რომ ადამიანი მიდის იმასთან, არც ისე ხარ, არც ასე ხარ. ხო? მაგრამ მე როცა აი ეკლესიაში, როცა ოჯახში და ასე შემდეგ, როცა შენ ძმასთან უბრალოდ ხარ, იცოდე ძალიან ტკივა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს. მე ნუ მომთხოვთ საღვთისმეტყველო განმარტებას. ნუ მომთხოვთ ამის განმარტებას, როგორ შეიძლება ის ხო უკვე უვნებოა, როცა აღდგა მკვეთრი და ამაღლდა ზეცად, როგორ შეიძლება მას რა მეტყიოდეს. მე არ ვიცი ეს. მაგრამ მე ის ვიცი, რომ მას ჭრილობები დარჩა. მე ის ვიცი, რომ დღევანდელი ჩემი მდგომარეობა უნდა განსაზღვრული იყოს არა მარტო დღევანდელით, არამედ იმ დროს რომ მეცხოვრა. იმიტომ რომ ღმერთთან დრო არ არის. არ ვიცი როგორ ავხსნა მე ეს, მაგრამ მე ვიცი, რომ შენ ძმასთან უბრალოდ რო ხარ, იცოდე ძალიან ტკივა იესო ქრისტეს. და ეხლა მე თქვენ გეტყვით, თუ ძალიან ტკივა იესო ქრისტეს და თქვენ ამას ყურადღებას არ აქცევთ, თქვენს ცხონებას როგორი პერსპექტივა აქვს? და ამიტომ რომ ღმერთი შურს იძიებს თქვენზე, რამდენად შეძლებთ აბსოლუტურ სიწმინდეში იყოთ თქვენი ეგოისტური განწყობებით დაბნელებული. საკუთარი სიმართლე იმიტომ არის საშიში, საკუთარი სიმართლეა ის, რითაც შენ მოყვას უპირისპირდები. ჯობია გამტყუნდე, ვიდრე მოყვასი ბოლომდე მოიძულო. ჯობია გამტყუნდე. ჯერიჩინა ღმერთმა, რო ვერ იცნა ამ სოფელმა თავისი სიბრძნით, ღვთაებრივი სიბრძნე, ჯერიჩინა, ანუ საჭიროდ ჩათვალა. ღმერთმა ქადაგებითა, ეს ცნობილი სიტყვებია, ქადაგებითა მით სისულელისაითა ცხოვრება, ანუ სიცოცხლე მორწმუნეთა მათ. აი, აქაც ჩანს. ლოგიკა კი არ არის. ლოგიკისათვის სისულელია. და როგორც წეგან გითხარ, როგორ ტკენ ახლა შენ ქრისტეს გულს, მაგრამ აი ლოგიკა არ მუშაობს, მაგრამ ტკენ გულს, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციეთ ამას. იმიტომ რომ მას ინტელექტუალურად შენი სიმართლით ვერა, გულისმიერად.
მე როგორი რელიგიურობა არსებობს, ესე ცნობილი სიტყვებია. ხურიანი სასწაულს ითხოვენ, ანუ როგორი, რომ ძალა, ღმერთისგან ძალას ელოდები, ძალას, რომ გამაგრდე. ხოლო წარმართის სიბრძნეს, ანუ თეოლოგიურად ადამიანი ებრძეს რაღაცა ღვთისმეტყველო რაღაც წვერვალებს. ხოლო ჩვენ, პავლე ამბობს, თავის დროის უგანათლებულესი ადამიანი სხვათა შორის. ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს ჯვარცმულს. მიიღებ, არ მიიღებ. ერთმა ავაზაკმა მიიღო და გადარჩა, მეორე ავაზაკით საწყალი იქვე იყო, არ მიიღო და დაიღუპა. აი ესე ვარ, ჩვენც ავაზაკები ვართ. ქრისტეს ჯვრის გარშემო ვდგავართ. ვიღაცა მივიღებთ, ვიღაცა არ მივიღებთ. ამ ყველაფრის ილუსტრაცია რა თქმა უნდა მოხდება ჩვენი გარდაცვალების მერე. ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ, კვლავ იმეორებს ხურიათა მე საცდურ რატო? იმიტომ რომ მე ძლიერი და ღონიერი ღმერთი მინდა. სასწაულებს მომიხდნეს და დამიცავს. ჯვარცმული ღმერთი არ მინდა. ანუ მე ჩემთვის საცდურია ეს რა სარწმუნოებაა. წარმართა სისულელე როგორ შეიძლება ყოვლისშემძლე ტრანსცენდენტული გალაქტიკების შემოქმედი ის ჩემ წინ დამდგარიყო და მე ხელი დამერტყა, მე ფურთხებინა, ეკლეს გვირგვინი დამედგა, ჯოხი მერტყა თავში და მე მომეკ. რა სისულელეს ლაპარაკო. ხოლო ჩინებულთა, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც ღმერთი შეეხო და მოვიდა ეს ადამიანი, მოწოდებულ ადამიანთათვის, ქრისტე ღმერთის ძალაა და სიბრძნე. პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლაში როგორ სიტყვებს ამბობს, წეგანას გითხარით, ჩემდან უიყოფის სიქადულ გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისათვისაც სოფელი ჩემი ჯვარცმულ არს და მე სოფლის. ჩემსა და სოფელს შორის ქრისტეს ჯვარი დგას. მე არ შემიძლია გადავაბიჯო ჯვარს და ამ სოფელს ჩავეხუტო, რომლის სიყვარული მტრობაა ღვთისა. ჩემ თვალწინ უნდა იყოს, რომ მე მინდა შევიყვარო ეს სოფელი, გადავეშვა და უცებ ჯვარი დგას ჩემსა და ამ სოფელს შორის. ჯვარი, რომელიც ქრისტეს ჯვარცმაა, ხო და აი იმ სოფელმა, ვისაც მე მინდა ჩავეხუტო და ჩემი ბედნიერება მას დაუკავშირო, მან მოკლა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტე. არ შეიძლება მისი სიყვარული, გესმით? მხოლოდ ადამიანი უნდა გიყვარდეს შიგნით, მხოლოდ ადამიანი. იქით და ქრისტეს საოცარი სიტყვები. იოანეს სახარებაში, ოდეს მე ავმაღლდე ქვეყანით, როცა კიდევ აი ჯვარის თაყვანისცემა როგორ შეიძლება რომ განგვიკითხავენ. მე ოდეს ავმაღლდე ქვეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა. ხოლო ამას რა იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკვდილითა ეგულვებოდა სიკვდილი. ჯვარცმას ჩვენ თაყვანს მივაგებთ, იმიტომ რომ ქრისტე მას ამაღლებას უწოდებს. ამიტომ ჩვენი რწმენა, მართლმადიდებლური დოგმატები აბსოლუტურად წმინდა წერილიდან აღმოცენებული. რადგან კეთილი ინება მამის ნება, იგივე ძისნასული წმინდის ნება, რომ მასში, ანუ ქრისტეში დამკვიდრებული იყო მთელი სავსება, ანუ მთელი სამყაროს მასში ამკვიდრებს მის განკაცებულ სხეულში. რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით კვლავ ჯვრისადმი პატივისცემის განწყობას ბადებს, ჯვრის სისხლით დაემშვიდებინა ყოველი მიწიერიც და ზეციერიც. ანუ ერთადერთი რაც ჩვენ ერთმანეთთან შეგვარიგებს, ჩაგვახუტებს, დაძმად განგვაცდევინებს, ღვთის ოჯახის წევრებად განგვაცდევინებს საკუთარ თავს, ეს არის ქრისტეს სისხლი ჯვარზე დაღვრილი. შეგვეწიოს ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მოგცეს გონიერება, მოგცეს სიბრძნე, ღირსეულად გამოგვაყენებინოს ჩვენი თვითუფლებრიობა, ანუ თავისუფლება, რომ ჩავსწვდეთ იმ უდიდეს საიდუმლოებას, რასაც განკაცებული ღმერთის ჯვარცმა ქვია, რათა ვცხონდეთ და გადავრჩეთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.